კეთილი პროტესტი გრძელდება და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ამ წუთებში უკვე მსვლელობისთვის ემზადებიან. ამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეიკრიბნენ სააკაძის მოედანზე და აქედან უკვე გმირთა მოედნის გავლით ისინი მივიდნენ პარლამენტის შენობასთან, სადაც სულ რამდენიმე წუთში 7 საათზე არის დაანონსებული ტრადიციული აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და დღეს აქ კავკასიის უნივერსიტეტის აქციის ფორმატში შეკრებილნი არიან არა მხოლოდ სტუდენტები, კურსდამთავრებულები, არამედ მათთან ერთად დგანან პროფესორები, ლექტორები, რომლებიც მათ პროფესიულ განათლებაში იღებენ მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთი არის ეკა აკობია, რომელიც ამ წუთებში ხედავთ, რომ სტუდენტებს ესაუბრება. მოგესალმებით, კაპიტანო ეკა, თქვენ წარმოადგენთ ამ შემთხვევაში კავკასიის უნივერსიტეტს, დეკანი ხართ ერთ-ერთი ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც ძალიან საჯარო მმართველობა. ორივე ძალიან აქტუალური პროფესია ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. ძალიან ტკივნეულ თემად იქცა მიმდინარე მოვლენების დროს. პრაქტიკულად საქართველოში როგორც ხდება პოლიტიკური მოვლენების წარმართვა და ინტერპრეტირება, გაცდენილი არის ყველანაირ სამეცნიერო და ესე წიგნიერ ფორმებს. პრაქტიკულად ვართ დეზინფორმაციით და პოპულიზმით გარშემორტყმული. ძალიან დაშორებული არის რიტორიკა იმ პარტიის და იმ ხალხის, ვისაც დღეს მართვის სადავეები ხელთ უყრია, იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება. ანუ წარმოგიდგენიათ 3.7 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის აქტიური ნაწილი 21 დღეა საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობით გამოდის ქუჩაში, რომ ხელისუფლებას გააგებინოს თავისი სათქმელი. რომ ჩვენ გვინდა ევროინტეგრაცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები იყოს დაცული, ანუ არ იყოს უკანონო დაპატიმრებები და სასამართლო პროცესზე იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა და სათანადო სამართლებრივი მიდგომები, რომელიც ჰუმანურობაზე არის პირველ რიგში დაფუძნებული და მოვითხოვთ ასევე იმას, რომ ხელახლა ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგებმა ასახოს ქართული საზოგადოების რეალური განწყობა. არ მინდა ეს შანსი გავუშვი ხელიდან და კითხოთ, უფრო როგორ ხედავთ ამ რეალობაში, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება და იმედია რომ ასე არ მოხდება, ზოგადად ჩვენი ქვეყნის თამაშს საერთაშორისო ველზე, საერთაშორისო პოლიტიკას, რომელსაც წარმართავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რასაც თქვენ ადევნებთ თვალყურს, მით უფრო როდესაც სტუდენტებთან მუშაობთ, ამ რეალობაში რა შეიძლება ვასწავლოთ, თუნდაც მომავალ დიპლომატებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა გადაიბარონ ქვეყნის საგარეო ვექტორი. არ ვიცი, ალბათ ახალგაზრდები თვითონ ხედავენ, ანუ როდესაც სწავლობენ პროცესები როგორ უნდა მიდიოდეს და რა ხდება საქართველოში, თვითონ ხედავენ უზარმაზარ კონტრასტს და ალბათ თვითონვე უჩნდებათ და უყალიბდებათ განცდა იმისა, რა მიდის სწორად და რა არ მიდის არასწორად. ჩემი როგორც ლექტორის მოვალეობა არის, რომ აკადემიური კონცეპტები ვასწავლო, ის რომელიც არის რეცენზირებული სამეცნიერო, მსოფლიო ხალხთა და ზოგადად კაცობრიობის საუკეთესო პრაქტიკით დაწურული კონცეფციები, დემოკრატიის გაგება, ევროინტეგრაციის გაგება, ჰუმანურობის გაგება, ჰუმანოცენტრიზმი, კარგი მმართველობა, საერთაშორისო პოლიტიკაში ანგარიშვალდებულება, პროგნოზირებადობა, ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ხო? და ამ ყველაფერს ვასწავლის და ამ ყველაფრისგან შორს ვართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვასწავლით, იმიტომ რომ მოსახლეობის თვითცნობიერებაც მნიშვნელოვანია და ახალმა თაობამ ძალიან კარგად იცის რა სჭირდება საქართველოს. მადლობა, ეს ეკა აკობია იყო და კი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს აი სტუდენტების გვერდით დგანან მათი ლექტორებიც. მე ბოდიშ ვუხდი კოლეგებს, მინდა რომ გაგესაუბროთ, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში მუშაობთ ჩვენს. თქვენ როგორც ვთქვი ხართ ერთ-ერთი სტუდენტი. თქვენი მთავარი სათქმელი რატომ დგახართ დღეს აქ ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე, რა არის თქვენი სათქმელი? ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, უნდა რა თქმა უნდა თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ყველა პოლიციელი ესამოჭერებს. კი ბატონო, არაუშავს ზოგი ნერვიულობს კამერის წინ, არაუშავს, მოდით გავიდეთ აქაც, გაჩვენებთ რამდენად დიდი არის იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აქ არიან, როგორც თქვით, აქ არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი, მათი ლექტორებთან და პროფესორებთან ერთად და ამის შემდეგ უკვე სულ ცოტა ხანში დაიწყება მსვლელობა პარლამენტისკენ. სტუდენტური აქციები არაერთი გვინახავს დღეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკვე ეს არის ცალ-ცალკე უნივერსიტეტების ინსტიტუციების დონეზე ასეთი აქციები. ნაწილობრივ თქვენ ხედავთ, რომ მიმდინარეობს მომზადება პლაკატების, პოსტერების იმისთვის, რომ შემდგომ უკვე დაიწყოს მსვლელობა და
რა თქმა უნდა ეს მსვლელობა საბოლოოდ შეუერთდება იმ საერთო საპროტესტო კერას, რომელსაც ჩვენ ამდენი დღის უკვე 21 დღეა ვადევნებთ თვალყურს. მე აქ ხედავდი კიდევ ერთ დეკანს, თუმცა მოდით გავესაუბროთ კიდევ სტუდენტებს, სანამ აქვთ გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ, თუ შეიძლება თქვენს ხედავთ რომ ემზადებით უკვე აქციისთვის, გაქვთ დროშები, თქვენი მთავარი სათქმელი დღეს. ჩვენი მთავარი სათქმელი პირველ რიგში არის ის, რომ ყველა უნივერსიტეტის ხმა ისმოდეს მიმდინარე მოვლენების ფონზე და ჩვენ თვლით კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და მათ შორის ალუმნი, ვინც უკვე დაამთავრეს უნივერსიტეტი, რომ დღეს ჩვენი ადგილი არის აქ. აქ სიმბოლურად იმიტომ შევიკრიბეთ, რომ პირველად კავკასიის უნივერსიტეტი სანამ დღეს სვანცუბანსაც არის გაიხსნებოდა, მაქამდე აქ იყო რა. ხო და აქედან დავიძრებით მთავარი სათქმელი და მიზანი ხელისუფლებისთვის არის ის, რომ პირველ რიგში ყველა პატიმარი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული, გამოუშვან და რა თქმა უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და არა როგორცები კურსდამთავრებული ხართ? არა, მე კიდევ ვსწავლობ, მაგრამ ძალიან კარგი. მოკლედ ასეთი არის სტუდენტური მოძრაობის კიდევ ერთი დღე საქართველოში. როგორც გითხარით, ახლა ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ამის შემდეგ უკვე კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მათ მასწავლებლებთან, პროფესორებთან ერთად უკვე დაიძრებიან აქედან რუსთაველის გამზირზე, სადაც საბოლოოდ მოიყრის თავს ყველა ის მუხტი, რომელიც დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილიდან დაიძრა. ახლაც სხვადასხვა ლოკაციაზე კიდევ რამდენიმე ასეთი საპროტესტო კერა არსებობს, მათ შორის როგორც ყოველთვის ასეთი ტიპის მოძრაობებში სტუდენტური ხმა, პროტესტის ხმა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან ხმამაღალი არის და დღევანდელი დღეც რა თქმა უნდა გამონაკლისი არ არის.